ესე იგი, ეს ვიდეო არის მათთვის, ვისაც სურს, რომ დაიწყოს ფულის გამომუშავება ინტერნეტში, ინტერნეტით, ონლაინში, აქ გაგიზიარებთ გამოცდილებას, გასწავლით ბევრ რამეს, გამოცდილება 10 წელზე მეტი და ნუ ისეთი რამე არ იქნება რა, რომ აი უბრალოდ მოისმინო ვიდეო და ბოლოს ნუ აი ოდნავ მოტივირებული იყო, ან რამე არა დაგაკვალიანებთ ყველაფერში. და ეს თემა ზოგადად რელევანტურია, ამიტომ კარგად მოთავსდით. ალბათ დიდი ვიდეო იქნება. ეს არის რელევანტური ჩემი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ნუ ჩემ არხზე გინდა ღიაზე, გინდა დახურულზე მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა. იმიტომ რომ როგორ თქვა რა, სამყარო ყოველ დღე უფრო ისეთი ხდება, რომ მაქსიმალურად შეიზღუდო შენი სიტყვის თავისუფლებაში, იმაში, ამაში და ეს არ არის რა თქმა უნდა რაღაცა პროლეტარული სურვილი თავისუფლების, არამედ მოქმედება თავისუფალი ადამიანის, ხო? ამიტომ გაგიზიარებთ ამ ყველაფერს, დაგაკვალიანებთ და მოდი თავიდანვე ავხსნი რა, ეს ვისთვის არის, ვისთვის არ არის და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ყველასთვის არ არის, ეს პირველ რიგში ჩემი მაყურებლისთვის არის, რომელთანაც ვიზიარებ სხვადასხვა ღირებულებებს, დამოკიდებულებას, ფილოსოფიას და ასე შემდეგ. და ნუ ეს არის ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა მუშაობა. რას ნიშნავს მუშაობა, ხო? მუშაობას მოდი აი ესეთ იმას გავუკეთებ რა დეფინიციას. მუშაობა არის, როდესაც შენს დროს ცვლი ფულზე. ეს არის მუშაობა. ბევრი ადამიანია, ვისაც ეგ არ მოწონს. ბევრი არის ისეთი, ვისაც მოსწონს, იმიტომ რომ ნუ იდეალური სამსახური იპოვა, სადაც უღირს მას, რომ თავისი დრო გაცვალოს ფულში, ხო? და ნუ ეგეთი ადამიანებისთვის ეს არ არის, ხო? იმიტომ რომ თუ იპოვე შენი საქმე მშვენიერია. ეს არის აი კონკრეტული ადამიანებისთვის. ხო და რა არის ფინანსური დამოუკიდებლობა, ხო? ეხლა კონტრასტზე. ეგ ის არის, როდესაც ღირებულებას ცვლი თანხაზე, ფულზე. და არა შენს დროს. 9-დან 5. რაც რეალურად ბევრად მეტი არის, იმიტომ რომ გზავრობაც ხო გიწევს. და ვისაც ეგ არ უნდა. და უფრო კონკრეტული ფოკუსი აქ გვაქვს ფრილენსინგზე, იმიტომ რომ ერთია რომ დაიწყო ონლაინ მუშაობა, ანუ რისთვისაც რა გჭირდება, ხო, მხოლოდ კომპიუტერი, ტელეფონი და ნუ ID და საბანკო ანგარიში, ხო, მეტი არაფერი. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იქნები დამოუკიდებელი ფინანსურად. მანდ საჭიროა რომ იყო ფრილენსერი. იმიტომ რომ კი შეიძლება რომ რამე კომპანიაზე იმუშაო კონტრაქტით და ნუ იჯდა კომპიუტერთან და აკეთო ხო საქმე. მაგას ჩემი აზრით ისე ვისჯობს რომ იარო სადმე იქ ხალხს მაინც შეეხები და რამე და რომე. კომუნიკაცია გექნება, არ გამოყრუვდები. ფრილენსინგი არის პასუხი. ფრილენსინგი მარტივად რომ თქვათ რა არის, რომ შენს გემოზე მუშაობ, როცა გინდა მაშინ მუშაობ, პოულობ კლიენტს, ეგ არ არის რაღაცა სამუდამო, თუმცა შეგიძლია რომ სამუდამოდ ითანამშრომლო, მაგრამ არ ხარ ამ მხრივ შეზღუდული იმაში თუ რა საათებში იმუშავებ ან როდის და ასე შემდეგ. და ეს არის ფრილენსინგი. ეგ არ არის რაღაცა ისეთი კონტრაქტი 1 წლიანი, 5 თვიანი და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი ფრილენსერი ერთვება რა, მაინც ისეთ რამეში, სადაც გაწერილი არის. აი ახლა მოდი აქ Zoom call-ში, ამ საათებში იმუშავე, აჰა დახედე აქ რაღაცა იმას, note list-ს თუ რაღაცა დაჩეკე და ასე შემდეგ. ეგ მე არასდროს არ მომწონდა. მაგას მე ყოველთვის მომჯობინებდი, რომ აი ადგილზე მივიდე იქ, შეხება მაინც მექნება 1000 ჭკვიანთან, 1000 დეგენერატთან, ვივლი, ჰაერჩავ, ვისუნთქავ და ასე შემდეგ. ფრილენსინგი არის საუკეთესო ამ მხრივ. ეხლა მარტივია თუ არა რომ ინტერნეტით გამოიმუშავო ფული. და კიდევ ერთი მომენტიც უნდა დავაკონკრეტო, რა არის ამ ვიდეოს დაპირება, ის რომ გამდიდრდები, არა რა თქმა უნდა, თავად არ ვარ მდიდარი, ხო? დაპირება ის არის და პრეტენზია, რომ ფულის გამომუშავება ინტერნეტით არის ძალიან მარტივი, თუ კი სწორი მიდგომა შეარჩიე რა. ვიცი ადამიანები, რომლებიც სწავლობენ, არ ვიცი, ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს, იტალიურს, წლები და მაინც არ შეუძლიათ ელემენტარული წინადადებების ჩამოყალიბება, ელემენტარული დიალოგის გამართვა, არ აქვთ შეგრძნება ენის, გრამატიკის, არაფერი ეგეთი, იმიტომ რომ არასწორად სწავლობენ. და როგორც წესი სკოლაც და ყველაფერი ისე არის გათვლილი და გაწერილი, რომ გაიჭიმოს მაქსიმალურად და ეგრე ვერ ისწავლი რა ენას. რეალურად რამოდენიმე გაკვეთილიც დევს დახურულ არხზე ფრანგულის
და ადამიანები მადლობას მიხდიან, რომ ღმერთო ჩემო წლებია ვსწავლობ და ეხლა აი ამ რამოდენიმე გაკვეთილში უცებ გავიაზრე ყველაფერი და წამში ვისწავლე ის, რასაც წლები ვერ ვსწავლობდი. ანუ მეთოდი არის, მიდგომა რა მნიშვნელოვანი. და ინტერნეტის ფულის გამომუშავება მარტივია, ყველა შეულობს. ბავშვი, პატარა თინეიჯერები, უფროსები, უმცროსები, ინვალიდი, ჯანმრთელი, ის ეს დებილი, ჭკვიანი მიდგომაში არის რა მან საქმე და ამ ყველაფერს გავივლით რა თქმა უნდა აგიხსნით და ისეთი თქვენთვისაც ცხადი რო იყოს. ამიტომ თუ შენთვის მნიშვნელოვანია რომ იყო დამოუკიდებელი არ მოგწონს აი დეგენერატი თანამშრომლების სიფათების და როჟების დანახვა. გინდა რომ არ ვიცი, ერთ დღეს აქ იყო, ხვალ იქ წახვიდე, იმოგზაურო და შენს გემოზე როგორ თქვა, განმარტო არა. წარმართო შენი ცხოვრება, ხო? აი ეს არის შენთვის. ეხლა ცოტა უფრო დეტალებში რო შევიდეთ რა. პირადად ჩემი გამოცდილება რა არის? ნუ შუა თინეიჯერობიდან მე მაგით დავკავდი, თითქმის ყველაფერს შევეხე, იყო პერიოდი რა თქმა უნდა, როცა მაგისი მიტოვება მომიწია და ისეთი 9-დან 5-ით დაკავება, სირცხვილი და თავის მოჭრა, მაგრამ არა უშავს. და ნუ მოკლედ, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად ალბათ, რა ვიცი, საქართველოში მაინც ვინც გეტყვის რატომ არ გამოგდის ეგ და რაში არის მთელი საქმე რომ იდეაში გუგლავ, ეძებ, ფიქრობ, მაგრამ ნუ აი არაფერი რა ცარიელი ფურცელი არის. და მანდ მაგაში რატო შემიძლია რომ გაქცე საუკეთესო პასუხი? იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი რითიც შეიძლება რომ ონლაინ ფული გამოიმუშაო, როგორც ფრილანსერმა ვცადე. ეგ იყო ვებ დიზაინი, ეგ იყო საიტების აწყობა WordPress-ზე, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი შემოქონდა და ახლაც შემოაქვს. ახლა პასიურად უბრალოდ ეს არის ჰოსტინგის რესელერობა, მაგას შევეხებით. კიდე რა იყო, კოპირაიტინგიც იყო, მაგითაც ვიმუშავე. მაღაზიაც მქონდა ცოტა ხნით ვიყიდე Shopify-ის მაღაზია. წლების წინ, რასაც კაი შემოსავალი ქონდა, მაგრამ მე ისევ გავყიდე, იმიტომ რომ ჩემი არ იყო. კიდე რა იყო, ნუ მართლა ძალიან ბევრი რამე იყო. ეხლა ვცდილობ გავიხსენო, კიდე რა იყო. ასევე იყო, ნუ საიტიც მქონდა ჩემი, ფილმების, როცა ეგ ლეგალური იყო უცხოელებზე, რაც ასევე მივაგდე, იმიტომ რომ ნუ კი ამოვიღე აი ეს პირველი ერთი თვე რაც ჩავდე დრო, ენერგია და შემდეგი თვის, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი არ იყო. ამით რისი თქმა მინდა რა? რომ იმის და მიუხედავად რომ მილიონი გზა არის, რომელიც შეიძლება იცოდე, ხო? აი მაგალითად ეხლა მხედავ YouTube-ი არის, ხო? წავედი YouTube-ით, არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი, ლაპარაკი არ გამომდის, ან სურვილი არ მაქვს, ან ის ვიღაცა კრიპტოთი არის დაკავებული და აჰა, ესე აკეთებს. აი მე რაღაცნაირად არ შემიძლია, თითქოს რაღაცა უხილავი ბლოკი არის და ნუ აი არ შემიძლია, ხო? და ეგ გამოცდილება მეც მქონდა და მე თუ შევძელი რომ ყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი, შენ მით უმეტეს შეძლებ. რატომ? იმიტომ რომ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ეგ იდეაში არ უნდა შეეძლოს. რატომ? იმიტომ რომ ოდნავ მაინც პატარა ატომი მაინც სხვანაირი თუ არის, არ მომწონს, სახეზე არ მომეწონა ვიღაცა, ვისაც მეორედ აღარ ვნახავ, იმიტომ რომ საქმით უნდა დავკავდე და იმასთან ერთხელ მომიწია შეხება, არ მომწონს რაღაცა პატარა დეტალი, ნიუანსი, მე არ ვაკეთებ, არ შემიძლია მაგის იკეთება. და ესეთი, როგორ თქვა, ფიქი ადამიანი რო ხარ და მაინც რომ შეძელი, ისეთი ადამიანი, რომელიც შენ ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირია ეგეთი არ ხარ რა, აი ატომი თუ არ მოგეწონა, რომ არ შეგიძლია არაფერი. შენ მით უმეტეს შეძლებ რა, ამიტომ ყველანი ვინც მიყურებთ 99% ჩემზე ბევრად მეტი შანსები გაქვთ. და ასე შემდეგ. ხო და რაში არის მთელი ხიბლი? მთელი ხიბლი იმაშია, რომ რაღაცაზე უნდა დაკლიკო. მეც ანუ ამდენი რამე ვცადე, ხო? მაგრამ მაგ რაღაცებით ფულს არ ვშოულობ. რატომ? იმიტომ რომ აი ვერ დავკლიკე. ვიცი როგორ კეთდება. მყავს უამრავი მეგობარი, ვინც სხვადასხვა ეგეთი ემითი არის დაკავებული. ფრილანს რაღაც სპეციალობა აქვს თავიანთი, ვიღაცა იქ იმაში არის, მარკეტინგში, ვიღაცა იქ კრიპტოში, იმაში, ამაში და ნანახი მაქვს როგორ აკეთებენ, აი ესე ჯდებიან, ისე ვიღაცას რეალური ბიზნესი აქვს. მივსულ ვარ, მინახავს როგორ აკეთებს, აჰა, ეს. მაგრამ ნუ აი მე ვერ გავაკეთებ იგივეს, იმიტომ რომ ვერ კლიკავ. და თუ არ გაქვს აი ეგ რაღაცა ენერგია, რაღაცა ენთუზიაზმი,
ვერ იზამ რა, იმის მიუხედავად რომ შეიძლება იცოდე პირველი ნაბიჯიდან ბოლო ნაბიჯამდე როგორ უნდა გააკეთო საქმე, ხო? ანუ შეიძლება რომ დააკვირდე ადამიანს, მაგრამ ნუ ვაი ვერა. მაგისთვის საჭიროა რომ რაღაცა ისეთი იყოს, რაზეც და ეგ განსაკუთრებით რეალური არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ონლაინ სპეციალობებზე, ონლაინ იმაზე ფული როგორ უნდა გამოიმუშაო. რეალურ ცხოვრებაში ეგეთი ფუფუნება არ გაქვს, ხო? ჩამოგივარდა რამოდენიმე სამსახური და იძულებული ხარო რომელიმეში სადაც დაგიძახეს მიხვიდე იმუშაო. დაკლიკავ თუ ვერ დაკლიკავ. ვერ დაკლიკავ ცუდად იმუშავებ. დაკლიკავ კარგად იმუშავებ. მაგრამ როცა საქმე ეხება ონლაინ ფულის კეთებას, მანდეგ ბევრად მძაფრი არის. ამიტომ მესმის მაგ ადამიანების რა, ვინც არ ვიცი, გადაგუგლა, წაიკითხა ყველაფერი, ზეპირად იცის ყველა ბიზნეს მოდელი, მაგრამ მაინც აი ვერა, იმიტომ რომ ხვდები, ანიკ რაღაცა რეკლამაც უნდა ისწავლო, რომ ეგ შენი საიტი იმას ქნა და ეგ ცალკე რაღაცა არის Facebook-ზე რეკლამების განთავსება და მსგავსი ტიპის მარკეტინგი, ეგ არ შეგიძლია, მაგრამ დანარჩენი შეგიძლია და მაგის გამო ვერ გამოდის საქმე. მესმის ეგ ყველაფერი. მესმის, თავად მაქვს გამოვლილი და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად, მაინც არსებობს უამრავი რამ. ასევე ერთი წამით ცოტა ხნით მინდა შევეხო რას. რომ ჯერ ერთი მთელი დახურული არხი გვაქვს, სადაც უამრავ სპეციალობას ისწავლი და თან ისწავლი, როგორ შეგიძლია რომ ეგ გამოიყენო საქართველოში და როგორ გამოიყენო უნიკალურად, ცოტა კრეატიულად, იმიტომ რომ ეგ არის ხო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცას სწავლობ, ხო, მაგალითად, არ ვიცი, საიტების აწყობა ისწავლე, ხო? და პირველი რა არის, რომ დავურეკო ადამიანს, ჰეი, საიტს აგიწყო, ფული მომეცი. რეალურად ბევრნაირად შეიძლება, ეს უბრალოდ საიტის აწყობა იცი, ბევრნაირად შეიძლება რომ მაგით ფული გააკეთო. რაღაცა ისეთი რაც დღემდე რომელიც მივაგდე, მაგრამ მაინც პასიურად ტუგრიკებს აქეთ ყრის რა არის, ჰოსტინგის რესელერობა და ეგ რა იყო. მე არ მინდოდა რომ აი ეგეთი რამე ყოფილიყო, რომ აი მთელი ცხოვრება ვიჯდე და ეხლა ვიღაცა საიტი უწყო, ფული ავიღო და ასე შემდეგ. მინდა რომ ფული იყოს HR-ზე რო ცვიოდეს რა. და ეგ არის როცა რამე skills, აი თუნდაც ისეთი მარტივი როგორც არის საიტების შექმნა და მაგას კოდირება არ უნდა რა. იმისათვის რომ კარგი მაგარი ფული გააკეთო, რასაც უკვე აკეთებენ დახურულ არხზე აი ამ მეთოდით. საჭიროა რომ მხოლოდ WordPress-ი იცოდეს, იპანელი, დომენის შეძენა, ცოტა ჰოსტინგში გაერკვიო და ზოგადი webmaster-ინგი. და მთელი მაგისი გაკვეთილები დევს და ადამიანები უკვე იყენებენ მაგას და აკეთებენ ფულს. ხო და ეგეთი მარტივი რამე საიტის გაკეთება, ხო? როგორ უნდა გარდაქმნა პასიურ შემოსავალში. მსგავსი რამეების ისწავლება, იქ და კრეატიული მიდგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო და მე არ მინდოდა, რომ აი ესე მთელი ცხოვრება ვიჯდე საიტები ვაკეთო. ნუ აი მინდა რომ HR-ზე შემოდიოდეს და HR-ზე ფული შემოდის, როცა ეგ არის პასიური შემოსავალი. ნებისმიერ skills როცა გარდაქმნი პასიურ შემოსავლად და ჩემ შემთხვევაში ეგ რა იყო, როცა ყელში ამომივიდა. რომ ერთი თვე, არა, ცოტა მეტი იყო, მერეც გავაგრძელე ოღონდ პასიურად. ნუ მოკლედ, მივახტი მაქსიმალურად ბევრ კლიენტს, როგორ უნდა იპოვო კლიენტი, რამე რომ ეგ ყველაფერი დახურულ არხზე დევს, განყოფილებებში. მივახტი მაქსიმალურად მეტი საიტი ავიღე, დავამზადე, ოღონდ ხიბლი რაში იყო. რომ საიტს როდესაც ამზადებ, იმ საიტმა სადმე რამე კომპიუტერში უნდა იცხოვროს, იარსებოს, ხო? ამისთვის არსებობს სერვერები. მაგას ასევე ეძახიან hostings. ანუ სადაც საიტი, აი ფაილებიც ხო არის, სურათი არის საიტზე, იქ ისიქე, სადაც უნდა ინახებოდეს კომპიუტერში, რომელიც სულ არის ონლაინში. აი მანდ არის hosting-ი. hosting-ი მარტივად რომ თქვათ, ახლა მე რა გავაკეთე. hosting-ი ვიყიდე resellers hosting-ი, სადაც მქონდა ბევრი სიპანელი, ანუ საიტები სადაც არსებობენ, რაშიც ვიხდიდი სიტყვაზე $25. მაგრამ რამდენიც ვინმე საიტს დავუმზადებდი, პირობა ის იყო, რომ hosting-ი იქნებოდა ჩემი. ამით რა მოხდა რა, რომ იმის საიტმა რომ იარსებოს, მე ყოველ თვე, იმიტომ რომ hosting-ი ყოველთვიურია, უნდა მიხადოს რაღაცა ფული. მე სიტყვაზე ვიხდიდი, არ ვიცი, რაღაცა რაოდენობის საიტში, მაგალითად იყოს 50 საიტი. 50 საიტში ვიხდიდი ყოველ თვე აი ჩემი სერვერი რო ყოფილიყო, resellers hosting-ი, $25-30, მაგრამ 40 გააჩნია საიტს, 40-დან $60-მდე ყოველ თვე ვახდევინებდი კლიენტს hosting-ში. ხვდებით?
ეგ რას ნიშნავს, რომ დავამზადე 100 საიტი და ყველას ჰოსტავ მე. ყველა 100-ვე საიტი, აი გააჩნია, $40 მიხდის მე ყოველთვიურად და ეგ არის პასიური შემოსავალი. და ამგვარად აი ესე გავსპამე რეალურად 2 თვე იყო. გავსპამე ბევრი კლიენტი, მე საერთოდ დავივიწყე ეგ და ის პასიური შემოსავალი მოდიოდა, რაც პირველი 1 წელი ყოველ შემთხვევაში კარგად მარჩენდა და მაგის გარეშე ცუდად იქნებოდა ყველაფერი. მე შემცირდა, იმიტომ რომ ეხლა 1000 სხვა საქმე მაქვს, მაგისთვის დიდად აღარც მცალია და დავკავდი სხვა რამით. იგივენაირად შეგიძლია რომ გარდაქმნა ნებისმიერი სკილი პასიურ შემოსავლად, გააჩნია ხო მიზანი რა გაქვს, ეს პასიურ შემოსავალზე ვსაუბრობთ. იგივე არის ზუსტად აი საიტის თემაზე რადგან გავჩერდით, ან კოდირების თემაზე, ან გრაფიკის თემაზე, ეს ყველას ეხება პრინციპში, რომ წინასწარ დაამზადო საიტი თუ არის თემა მაქვს საიტის, WordPress თემა, ან არ ვიცი რა, CMS-იც არის, ან გრაფიკული დიზაინერი თუ ხარ, წინასწარ დაამზადო მოდელები, თემები და არსებობს საიტები, სადაც მაგას დებთ და ადამიანები ყიდულობენ. ეგ რას ნიშნავს? რომ 1 თვე, 2 თვე თავს მოიკლავ დაამზადებ თემას რამე საიტის, ან რამე 3D დიზაინს, რამე ეგეც. დაამზადებ, დადებ საიტზე 1000 საიტი არის, Inforest-ი, CodeCanyon-ი, კიდე Envato, მილიონი რამე არის. დადებ და შენი ერთადერთი ფოკუსი არის სწორი მარკეტინგი. და მორჩა იქ გარჩენს წლები. და ბევრი ადამიანი იქცევა ასე. ეს არის ნებისმიერი სკილი რო აიღო და გარდაქმნა პასიურ შემოსავლად. ეხლა მესმის რომ ცოტა გადავუხვიე და ვინც დამწყები არის ვერ ხვდება რა ჯანდაბაზე ვსაუბრობ, ამიტომ ცოტა ისეთ ადამიანურ ენას დავუბრუნდები რა. იდეა რა არის, რომ უამრავი ელემენტარული სკილი არსებობს, copywriting-ი მაგალითად, რომელიც რამე ჩვენს დახურულ არხზე არის საუკეთესო გაკვეთილები copywriting-ის, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა და მოკლედ შედეგები არის გადასარავი, ხო? ამიტომ გაწევრიანდით ბევრ რამეს ისწავლით. Copywriting-ი არის, იდეაში რა არის, რომ აი დაწერო ტექსტი, რომელიც რაღაცა პროდუქტს ყიდის, ან ტექსტი, რომელიც ადამიანს რაღაცის გაკეთებისკენ მოუწოდებს, ხო? აი ესეთი მარტივი რამე არის. მაგრამ მანდაც, უამრავი გზა გაქვს, რომ მაგ სკილით კრეატიულად გამოიმუშავო ფული. გარდა იმ ცხადი გზისა, რაც ხდება, როცა მაგას სწავლობ, ხო? აი საიტზე არის, რომ დაურეკო ადამიანს, მიყიდო საიტი, დაგიმზადებ, გაყიდო, ხო? ან copywriting-ი არის, არ ვიცი, რამე კომპანიას მიწერო, რომ ჰეი, Facebook-ზე ნაგავი პოსტები გაქვთ, მოდი უკეთეს დაგიწერთ და გავცრდით თქვენს გაყიდვებს. კიდე სხვა მილიონი გზა არის, რომლითაც ერთი სკილით შეგიძლია, რომ ბევრნაირად იშოვო ფული. ხო და ეხლა რატომ ვერ კლიკავს ბევრი ადამიანი? ვერ კლიკავს ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ როცა რამის სწავლა უნდათ რამე სკილის, ხედავენ მარტო ერთ გზას. როგორ უნდა გამოიმუშავონ ფული, ყველა გზები არიციან. არა და სკილი ერთია, მაგრამ მაგ სკილს როგორ გამოიყენებ, ხშირად არის რადიკალური სხვაობა. აი ყოველდღიურობაში როგორი იქნება, ისე ასე. ეგ ერთი მომენტი არის, რომ ვერ ხედავენ უამრავ სხვადასხვა პერსპექტივას. მეორე კიდე, აი ეს არის შეცდომა, მოდი შეცდომაზე ვისაუბროთ რა, რაც არის კატასტროფული. რომ ადამიანები ესე რაღაცა ონლაინში წაიკითხავენ front-end development-ის კურსი. ან რაღაცა იმისი კურსი. ან რაღაცა ამისი კურსი. შედიან, სწავლობენ, შუასწავლაში აღმოაჩენენ, რომ ეგ მაგათი არ არის, მაგრამ დედამ და მამამ უკვე გადაიხადეს კურსის ფული, აი აგრძელებენ, მერე მთავრდება და აღმოაჩენენ, რომ არიციან მაგით ფული როგორ უნდა გააკეთონ. მერე ამ რაღაცა კურსები სადაც გაიარეს, იმათ იმედზე არიან, როგორც აი ძაღლები კალბას რო დაანახებ, რომ აბა დამასაქმეთ. ეგ არის ტრაკობა რა. ეგ არ არის რა ის, რაც ფინანსურ დამოუკიდებლობას მოგიტანს. და მაინც რო გავიმეორო, ფინანსური დამოუკიდებლობა არ გულისხმობს იმას, რომ შენ გამდიდრდე. ფინანსური დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ შენს გემოზე მიიღო იმაზე ცხადია, იმაზე მეტი ფული, ვიდრე რასაც მიიღებდი 9-დან 5-მდე რომ მიმუშაო. Plus მაგას თავისუფლება, გადაადგილების, სიტყვის თავისუფლება, უკეთესი ცხოვრება, მეტი მოგზაურობა, იქ წახვალ, აქ წახვალ, არ ხარ ლოკაციაზე გაჭედილი. მოხდები? 1000 რამე არის. და გამდიდრება არც არის რა რამე შუაში. გამდიდრება არ არის
რაზეც ფოკუსი მახვილდება, არამედ ხარისხიანი ცხოვრება, რასაც სიმდიდრე არ უნდა რა. და მისი ნათელი მაგალითი რა არის, რომ ადამიანები, რომლებიც დასაქმდნენ, ხო, ანუ რაღაცა სკილები ისწავლეს, უნარები გამოიმუშავეს, დასაქმდნენ და მიატოვეს 9-დან 5 სამსახური რა. იმ 9-დან 5 სამსახურში სიტყვაზე ჰქონდათ 3500 ლარი შემოსავალი, ხო? ეხლა დამოუკიდებლად დასაქმდნენ ფრილენსინგით და ეხლა აქვთ 1200 ლარი. დამოუკიდებლად. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი, მე თუ არ მენდობით კითხეთ თუ იცნობთ ეგეთ ადამიანს. ნებისმიერი დაადასტურებს, რომ ის 1300 ლარი ბევრად ერგებოდა, ბევრად მეტი თითქოს ყიდვის უნარიანობა ქონდა, ვიდრე იმ 3500 ლარს, რომელსაც იღებდა ხელფასად. რა ფენომენია, რაღაცა დეტალებში არ შევალ, ახსნა ყველაფერს აქვს ცხადია. მაგრამ მოდი დეტალებში არ შევალ, ფაქტი ფაქტად რჩება რა, რომ სურო ცოტა გამოიმუშაო დამოუკიდებლად, ბევრად მეტად გერგება, მეტი ყიდვის უნარიანობა აქვს თითქოს, ვიდრე იმაზე მეც როცა სამსახურით იღებ, როცა შენს დროს ცვლი ფულზე. რაც არის ძალიან ცუდი რამე, ხო? ეგ არის მონობა. მოდი პირდაპირები ვიყოთ, ხო? ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა, აქ მორალური განსჯა არ არის რა. რო რამე. ამიტომ ეს რას მოვაყოლე? ხო, ეს იმას მოვაყოლე, რომ სიმდიდრე არ არის საჭირო ხოშიანი ხარისხიანი ცხოვრებისთვის. უბრალოდ ეს სხვა გზა არის ფულის შოვნის. არა ტრადიციული. ის რაც არ არის დარეკლამებული და ასე შემდეგ. მაგრამ სირთულით, ნუ აი არ განსხვავდება რა იმისგან სამსახურში მოეწყობი სადმე თუ ისე თუ ასე. უბრალოდ აი ის უნდა შეცვალო რა, რაღაცა. მიდგომა. ხვდები? და ცოტა ხნის წინ ვუყურე ზუსტად პატრიკ ბეთ-დეივიდი, ეგეთი ბიზნესმენი არის, Valuetainment-ი აქვს არხი YouTube-ზე, არ მომწონს ეგ ტიპი, მაგრამ მიწვეული იყო ჯუბილის შოუში. ეგეთი შოუ არის, სადაც ადამიანი მიდის და გარშემო 20 ადამიანი ზის და რიგრიგობით უჯდებიან და რაღაცაზე ეკამათებიან რა და ამ კაცს დაუსვეს 20, ნუ აი ცხადი კომუნისტი რა. და დასკვნა რა იყო, რაც შემთთვის ისედაც ცხადი იყო, მაგრამ უფრო რო გამტკიცდი რა, რომ კომუნისტებს რეალურად მუშაობა არ უნდათ. ხვდებით? მუშაობა არ უნდათ. ეხლა ნახე, მუშაობა არც მე მინდა. რამდენიც ვიმუშავე, იმდენი მძულდა. ყოველი მომენტი, ყოველი წამი. ხვდები? მაგრამ ერთია, როცა რამე არ გიყვარს და მეორეა, როცა უუნარო ხარ და არ შეგიძლია რომ ეგ გააკეთო. ხვდები? იმიტომ რომ ხო, აი მესმის რომ მუშაობა ადამიანს არ უყვარდეს, გადასარევი არის, არც მე მიყვარს. მაგრამ მეორე არის, როცა უარს ამბობ რომ იმუშაო კონკრეტული პერიოდი ან რაღაცა ეგეთი, რომ არ ვიცი, ამოქოქო რამე, ხო? ან თუნდაც ფრილენსში შეიძლება რომ თავიდან მოგიწიოს მუშაობა არა, მაგრამ ტანჯვა. იმიტომ რომ თავიდან რა თქმა უნდა ეგ უსიამოვნო არის რა. როცა ყავდები და ბევრად რთული არის. შემდეგ პირველ თვეს რასაც უნდებოდი 5 საათი, მეორე თვეში უნდები 2 საათი. მერე უფრო მერე AI-ს დაამატებ და საერთოდ არაფერი არ არის. მერე ხიბლში შედიხარ, მერე სხვადასხვა გზას პოულობ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ რა, რიცი თქმა მინდა. რომ ინტერნეტით ფულის კეთება, განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა ხარ და ჩემი მაყურებელი, იცოდე რომ არის უმარტივესი. მართლა. მიდგომაში არის მთელი სხვაობა. თუ ვერ კლიკავდი, ამისთვის, მათ შორის ამისთვის გვაქვს დახურული არხი, სადაც არდევს რაღაცა კურსები და რაღაცა ისეთი, არამედ სხვადასხვა სპეციალობებს ისწავლი, ოღონდ იმას არ ისწავლი რა, აი დეტალებში რა როგორ არის, არამედ საკმარის სისწავლი და ძალიან ღრმად, რომ უკვე დაიწყო ფულის კეთება და რაც მთავარია, გემო რო გაიგო ფულის და მაგ საქმიანობის, ხო? ეხლა ნახე წეღანაზეც ვსაუბრობდი რა. რაც რა იყო? ნუ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრე, ამიტომ რომელერც მივადგე არც ვიცი. მაგრამ სკილი, რომლითაც ფულს გამოიმუშავებ, არის სამუდამო.
თითქმის არ ვიცი, ნუ აი 90% ყველა ადამიანის, ვინც როგორღაც ცხვირი შეყო, გააკეთა პირველი ფული დამოუკიდებლად ფრილენსინგით, თავისი სკილებით და ღირებულება გაცვალა ფულზე და არა დრო, ეგ არის სამუდამო რა. რა არის მაგაში ხიბლი, რომ აი თუნდაც ერთი თვე დაკავდი ფრილენსით, რაღაცა კაპიკი იშოვე, ეგ სკილი გაყვება მთელი ცხოვრება. ეგრე მოქმედებს და შემდეგ შენ რომც მოგიწიოს და ხდება 1000 რამე ცხოვრებაში, 9-დან 5 სამსახურზე გადასვლა, მაინც შეძლებ რომ დააკამბექო. და ამ სკილებს რო რამე ეს რა თქმა უნდა დროითაც არის რა, ლიმიტირებული კი, ბევრი ადამიანია, ვინც 30 წლის და მერე ასაკში ამ სკილებს იმუშავებს და ყავდება ფრილენსინგით, მაგრამ იცოდეთ რა, რომ ლიმიტირებული არის, რამდენის გააზრება შეგიძლია და რამდენად მარტივად შეგიძლია რომ დაკლიკო და რამე საქმით დაკავდე, ამიტომ ახალგაზრდები თუ ხართ აუცილებლად, ვისაც გინდათ ფინანსური დამოუკიდებლობა, ვისაც გინდათ რომ ხოშიანი ცხოვრება გქონდეთ, დაკავდით ამით, სერიოზულად მოეკიდეთ, იმიტომ რომ დრო თქვენს წინააღმდეგ მიდის. ეხლა კიდე წეღან რო საუბრობდი აი ამ კურსზე რო ჩაეწერებიან და რამე რა, ერთი ძალიან კარგი ხრიკი არის, რასაც ვასწავლით დახურულ არხზე რა, ვინც ყავდება ფრილენსინგით და სწავლობს სხვადასხვა სკილებს. როგორ უნდა გაიგო, მაგით ფულს გააკეთებ თუ არა, იმიტომ რომ ეს ორი რამ არის, ნუ აი რადიკალურად სხვადასხვა სამყარო რა. განსხვავებული. ერთი არის რომ რაღაცა შეგეძლოს რომ გააკეთო და ისწავლო რაღაცა უნარი, სკილი. კოდირება იქნება ეგ თუ რა, ღმერთმა იცის. ერთი არის ეგ, კაი გამოგდის. შეგიძლია. წერ, ხატავ, ქმნი. მაგრამ ეგ არანაირ კავშირში არაა იმასთან, შეძლებ თუ არა მაგით რომ ფული გააკეთო. და ეხლა ვინც მისმენს და ვისაც უცდია ეგრე რომ დაკავდეს და რამე დაადასტურებს რა რომ ვისწავლე ის და ჰოპ არ ვიცი რა, არ ვიცი ეხლა ამით ფული როგორ გავაკეთო. ნუ აი არ ვიცი სკილი მაქვს, შემიძლია, მაგრამ როგორ? ამიტომაც მართლა არის ბევრი ისეთი სკილი, რომელსაც ვერ მოუფიქრებ ფული როგორ გააკეთო, იმიტომ რომ ვიმეორებ. აი ვერ დაკლიკავ, შენში ეგ არ ჩდება. ეგრე გაყიდვა არ შეგიძლია საკუთარი თავის. ეგრე ვერა რა. ამიტომ ბევრი რამე არის და ნუდახურულ არხზე იქ დეტალურად მიდის მაგაზე საუბარი. მაგრამ წინასწარვე უნდა გაარკვიო მაგით ფულს როგორ იშოვი. ხიბლში არ უნდა ჩავარდე. პირადად მე არაერთხელ ჩავვარდი მაგ ხიბლში რა, რომ რაღაცა პროექტი მოვიფიქრე, მოვთხარე და მორჩა ეხლა უკვე უნდა გავუშვა და არ ვფიქრობ ზუსტად იმაზე, როგორ დავამონეტიზირებ, ფული როგორ შემოვა. თვითონ პროექტმა მომხიბლა, ხვდებით და ეგ ძალიან ცუდი რამე არის. და ავაწყე საიტი. რაღაცა ყველაფერი იმას ვქენი, რაღაცა ის, რაღაცა ეს და აი ხიბლში ვარ, იმიტომ რომ პროექტი მიყვარს, მომწონს, გამომდის, მშვენიერია. და აი მივედი მე ფულის კეთებაზე და დავბუქსავდი და ბევრჯერ ყოფილა რომ აი ვერა რა, ანუ ვერ იქცა შემოსავლის წყაროთ, იმიტომ რომ მაგას როგორც უნდა შეუქმნა შემოსავალი, ეგ აი ვერ ჯდებოდა რა ჩემში. და მთელი ხიბლი იმაშია, რომ ონლაინ ფულის კეთებას როცა ეხება საქმე, მართლა არის უამრავი გზა და საშუალება, რომ შენ ხოშზე იპოვო, რომ რაღაცაზე დაკლიკო, ხო ხვდები? რეალურ ცხოვრებაში ეგ არ არის, მაგრამ ონლაინში არის. უბრალოდ უნდა დააკვირდე, უბრალოდ უნდა შეისწავლო საკითხი ცოტა სხვა კუთხით. და იპოვი რა, რომ ემთხვეოდეს ჯერ ერთი რას გააკეთებ და მერე კიდე აი ფული როგორც უნდა გამოიმუშაო. ვიღაცა არის რომ არ შეუძლია ესე, ვიღაცა არის რომ ტელეფონზე საუბარი არ შეუძლია, ვიღაცა არის რომ აი ეს Facebook-ზე რეკლამების განთავსება არ შემიძლია და მომკალი დანარჩენი ყველაფერი. ყველასთვის არის რა ნაჭერი. ჩვენ ხო აქ არ ვსაუბრობთ რომ მილიარდერი გახდე და რამე ეგეთი. აქ ვსაუბრობთ პატარა ნაჭერზე, რომლითაც იცხოვრებ როგორ თქვა ადამიანურად, ადეკვატურად, ხოშიანად, თავისუფლად, ხო? და ეგეთი რჩევა არის. რომელსაც რა თქმა უნდა დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ბევრი სკილი არის და ის სანამ დაკავდები, აი ხიბლში ხარ, ან პროექტი, ან რაღაცა ეგეთი. ვიშოვი თუ არა მაგითი ფულს. აი უკვე უნდა სცადო. ხო ხვდები ეგ? თავიდანვე უნდა მიახტე იმ ნაწილს, როცა ფულს შოულობ. აი ახლა უამრავი ეგეთი ონლაინ სპეციალობა არის,
რომელიც ამ წამსვე შემიძლია დაუჩეკო, მომიტანს თუ არა ეგ მე ფულს და შემიძლია თუ არა მე, რომ მაგით ფული ვიშოვო და ასევე როგორ ხდება მაგით ფულის შოვნა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანები ძალიან დეგენერატულად იქცევიან, რომ ჯერ რაღაცას სწავლობენ და ის კითხვა არც მოსდით თავში, ამით ფულს როგორ ვიშოვი. და მაგაზე ისუდევთ რა თავში, აი კლიენტთან მოვა და ფულს ვიშოვი. რაც არაფერი არ არის რა, იმიტომ რომ ყველაფერში კლიენტი არის. ყველაფერში არის მყიდველი, ძალიან ზოგადი არის. ხო და აი რაღაცა სპეციალობა არის, ხო? ეხლა მაგით ფულის შოვნა შევძლებ თუ არა? რა არის მარტივი? მორჩა სკილი უკვე ვისწავლე. ნებისმიერი სკილი ჩავსვით ეგ ბრეკეტებში, ნებისმიერი. აჰა, ეხლა დრო არის რომ ამით ფული ვიშოვო. როგორ ვშოულობ ამით ფულს? ერთი ის არის, რაც ცხადად წერია, არ ვიცი რა, Google-საც რო კითხვა, აი ამით ფული როგორ ვიშოვო. მეორე არის რომ არ ვიცი, შენით მოდ. მესამე არის რომ მეგობარმა გითხრა. მიდი დაიწყე, აბა გადი კლიენტზე. რამე გიშლის რომ ვინმეს არ ვიცი, თქოს ტატუ სალონია საიწყიდი. დაურეკო და არ ვიცი, კითხო. გამარჯობა, ესა და ეს ვარ, ან შექმნა სწორი მეილი გაგზავნო, ან სწორი ტექსტი მოიფიქრო რომელთაც და რამე გიშლის რომ ეხლავე ადგე არ იცი სიტყვაზე, საიტები როგორ კეთდება. რამე გიშლის რომ ეხლავე დარეკო იპოვო კლიენტი და შესთავაზო ეს სერვისი და ნახო, აბა რა და როგორ. არა. და აი ამ მიდგომით, რაც რა თქმა უნდა უფრო დეტალურად არის განხილული, წინასწარვე რო სცადო ფულის გაკეთება იმ სკილით, რომელიც არ გაქვს, იმ უნარით. ბევრმა ადამიანმა მომწერა იმ ტელეგრამზე, რომ ძალიან დიდი მადლობა, აი ამას ვაპირებდი, მაგრამ აი ამ პირველად რომ იერარქიაში ავიღე ფულს როგორ ვიშოვი და აი მაგას მივახდი პირველად სანამ ჯერ skills, მაგის გამო დრო დავზოგე ამაზე. და იქ მნიშვნელოვანი არის რა, ანუ ვნებას არ უნდა აყვეთ. ვნებას როგორ, რომ აი ძალიან მოგხიბლა პროექტმა, ან რამე სკილმა, რაღაცა ის, ან ეს, ან Photoshop-ი მიყვარს, მაგრამ შენ არ მოაგვარე ცხადად თავიდანვე ფულს როგორ იშოვი. არ სცადე უკვე ფულის შოვნა. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. ბევრჯერ წავიტეხე მაგაზე ცხვირი, იმიტომ რომ ვნებამ დაძლია როგორ თქვა, კარგი კომბინირება თან ვნების თან პროექტის /skills. კიდე რაზე შეიძლება საუბარი? ხო, იმაზე რომ დახურულ არხზე აი ეს კატეგორიები რაც გვაქვს იქ, სადაც ისწავლი სხვადასხვა უნარ skills, დაეუფლების მიმი არის რომ რამე სხვადასხვა უნარს ყველა იქ არის ორიენტირებული, რომ ეგრევე მალევე დაიწყო მაგით ფულის კეთება. იმაზე არა რომ პროფესიონალი გახდე და ეგ არის სხვათა შორის კიდევ ერთი ტყუილი. და რაში მდგომარეობს ტყუილი რა? რომ რაც არ უნდა იყოს, აი ეს ონლაინ სკილები რო ავიღოთ რა, რაც არ უნდა იყოს, რომ უნდა ჯერ ბოლომდე კარგად ისწავლო, არ ვიცი, 80% მაინც, რომ უკვე დაიწყო ფულის კეთება. ნუ ეგ არის გოიმებისთვის. ერთ საიდუმლოს გეტყვით რა, მეგობრებო, რომ ყველა ადამიანი, ვინც ვიცი, ვინც ფრილანსერობს და ეგრე დამოუკიდებლად იმუშავებს ფულს, 50%-იც არიციან იმისი, რასაც აკეთებენ, აი სკილი რაც არის. და ეს მათ შორის პროგრამისტებს ეხება. ეგ მათ შორის ეხება კოპირაიტერებს, ეგ მათ შორის ეხება ვინ არიან? SMM სპეციალისტები. ეგ მათ შორის ეხება, ნუ აი თითქმის ყველას, ვისაც ვიცნობ რა. ეგრე არ მოქმედებს. და ეგრე არც გასწავლიან, იმიტომ რომ კურსზე რომ მიდიხარ, ის მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა გაიჭიმოს, უნდა ისწავლო უამრავი დეტალი და ამ ყველაფერში შენ კარგავ როგორ თქვა, აი რაღაცა ძრავს, რომლითაც დამოუკიდებლად შეგიძლია რომ თან ისე არც გასწავლიან, რომ ეგრევე მინიმალური ცოდნით დაიწყო ფულის კეთება. ნუ ეგრე არ გასწავლიან. და აი დახურულ არხზე ზუსტად ეგ არის რა, რომ მან პროფესიონალი არ გახდები არც ერთი სპეციალობის, არამედ ისწავლი საკმარის, რომ დაიწყო ფულის კეთება. ხვდები, უკვე რო ჩაერთო, ეგრევე რო ჩაერთო და გზადაგზა რო ისწავლო, იმიტომ რომ ეგრე არის რა, გზადაგზა სწავლა არის უკეთესი, ვიდრე ის, რომ თლიანად ისწავლო და ბოლოს უკვე ნაწუწნი კამფეტი რო ხარ, უენერგიო, ენთუზიაზმის გარეშე და უკვე გიქი რო ხარ რაღაცა, მანდ უკვე ძალიან რთული არის. ეს ორიენტირებულია იმაზე, რომ ეგრევე ჰოპ და თან გზადაგზა მერე ისწავლო. და ეს მოქმედებს, ანუ ეს არ არის რაღაცა ილუზია.
და ეგ ტყუილი არის, რომ რაღაცაში ძალიან მაგრად უნდა ერკვეოდე, რომ დაიწყო ფულის კეთება და მან ზუსტად მაგაზე გვაქვს ორიენტაცია და ასევე იმაზე, რომ გემო გაუგო რა, რაღაცაზე რომ დაკლიკო, ყველა რაღაცაზე კლიკავს. მაგიტომაც იქ გვაქვს სხვადასხვა ბიზნეს მოდელები, აი ერთი სკილი არის სიტყვაზე და რამოდენიმე ბიზნეს მოდელი. რანაირად შეგიძლია რომ ეგ შეფუთო, იმიტომ რომ იქაც შეიძლება იპოვო ისეთი რამე, რაზეც ენთუზიაზმი გაგეხსნება, რაზეც დაკლიკავ, რაზეც აინთები, ხო? და ეგრე რამდენი სკილიც არის, რასაც ისწავლი, ჩვენ დახურულ არხზე ნიკო სვანიძე.com-ზე, ასევე მოყვება ბიზნეს მოდელები, სხვადასხვა გზა რომ ფული გამოიმუშაო. ხო და არ ვიცი, ბუმერებს ეს რამდენად გამოადგება, არ ვიცი, იმიტომ რომ ბუმერებმა, ისიც არიციან, რომ Facebook-ის საიტი არ უნდა თქვა, Facebook-ი უნდა თქვა და არა ის, რომ Facebook-ის საიტზე როგორ შევიდე. Facebook-ი დამიყენა კომპიუტერში. მან ხო, კაი, დაკარგულია რა ყველაფერი. ან ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, მათ როგორ უნდა გამოიმუშავონ ფული ონლაინში. ხო და რისი თქმა მინდა რა, არის ისეთი რამე, რომ გააკეთე ის, რაც არ გინდა, რომ ფული გქონდეს და მერე მოვა ის, რაც გინდა, არის ის, რომ არა გააკეთე ის, რაც გინდა, მარტო ეგ გააკეთე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა ცოტა ისეთი არის რა, ჰიბრიდული აი ამ ორ მიდგომას შორის. იმიტომ რომ მართლა არის უამრავი გზა, რომ თან ისიამოვნო გინდა სწავლის პროცესით და გინდა ფულის გაკეთების პროცესით ონლაინში. ბევრი ეგეთი რამე არის. და რაც მთავარია, დემოტივაცია არ უნდა განიცადოთ და ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, აი ყველაზე მეტად რას ვითვალისწინებთ, აი დახურულ არხზე, როცა ფინანსებს ეხება საქმე და ფულის კეთებას, ხო? რომ თანამედროვე ადამიანს აქვს ის პრობლემა, რომ არ შეუძლია რომ რაღაცა დიდხანს აკეთოს, ისე რომ შედეგი თუ არ მიიღო, მოტივაცია არ დაკარგოს და მერე არ დანებდეს, ხო? და ეს, მით უმეტეს TikTok-თაობა არის, ხო? ყველას ქროლავს, ყველას ეს ყურადღების დეფიციტია, ყველას დოპამინის პრობლემა აქვს და ეგრევე შედეგს თუ არ იღებენ, არ შეუძლიათ რომ დიდხანს მიყვნენ მაგ საქმეს. და ეგ გასაგები არის. ამიტომ ეგ არის მთელი ხიბლი რა, რომ მე მაგას ვითვალისწინებ. ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ მიიღო შედეგი ადამიანმა, იმიტომ რომ შედეგი თუ არ მიიღე, ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე რომ რაღაცას დანებდა ცხოვრების მანძილზე, ხო, აი ონლაინ ფულის გამომუშავებას, რაც ეხება განსაკუთრებით. სწორედ ეგ იყო, რომ შრომა იდება, მაგრამ კაპიკი არ მოდის. ხვდებით? და ამიტომაც ზუსტად აი ეს ბიზნეს მოდელებიც რაც გვაქვს, იქ Instagram-ზე, რაც გადასარევი მარკეტი არის იქ. Instagram მაღაზიები, რასაც გვაქვს გაკვეთილები, როგორ უნდა შექმნა ეგრევე გაყიდო ჭკვიანურად რაღაცა ხრიკები 1000 რამე. ისეთი მოდელები გვაქვს, რაც შეგიძლია რომ 2-3 დღეში მოიყვანო რეალობაში. და პირადად მე ეგეთი ადამიანი ვარ რა. მე არ მაქვს არც ADHD, არც ყურადღების დეფიციტი, ყოველ შემთხვევაში უმეტესობა რამეზე, მაგრამ პირადად მეც არ შემიძლია და ეგ ჩემთვის ძალიან წამგებიანია, რომ რაღაცას დავუჯდე და არ ვიცი, ერთი თვე ვეჯდე ისე რომ არანაირი შედეგი არ ვნახო. თუ ეგრევე არ შემიძლია რომ გავაკეთო, ის ჩემთვის არის გარანტირებული წაგება და უბრალოდ არ მექნება საჭირო ჰორმონალური ფონიც კი რომ გავაგრძელო ეგ და არ დავნებდე. ამიტომ ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის რა. და ეგ სრული სიმართლე არის რა, რომ მაგის გამო ბევრი კარგავს მოტივაციას. ბოლომდე არ მიდიან, იმიტომ რომ შედეგი არ არის. და ეგ გვესმის ერთი წამით. მთავარი პლუსი დღევანდელი ინტერნეტის რა არის რა, რომ ადრე მაგალითად აი მე როცა ვიყავი თინეიჯერი ან ჩემი თინეიჯერობის მიწურულს მე 20-იანების დასაწყისშიც ესეთი რამე იყო რომ თუ რამე გენიალურს არ მოიფიქრებდი ან რამე ზედმეტად კრეატიულს შენ გჭირდებოდა ფული რომ ჩადო ფული რომ დაიწყო ფულის კეთება ეგ იყო როგორ თქვა რა ეგ იყო კანონი დღეს მთელი პლუსი მთელი ხიბლი ინტერნეტის იმაში არის რაც ასევე დახურულ არხზე ისწავლება რომ არანაირი ფულის ჩადება არ გჭირდება რომ უამრავი ბიზნესი გაუშვა, ონლაინ ბიზნესი. ნუ აი არ გჭირდება. იმ სამყაროში, სადაც ვართ, სადაც ალგორითმი იმაზეა ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად პროდუქტი გაუშვას
შეტენოს ხალხს და ასე შემდეგ, ეგ უკვე ბევრისთვის აღარ არის რა საჭირო, რომ რაღაცა ინვესტიცია ჩადოს იქან რეკლამაში ან იმაში ან ამაში. ნუ გააჩნია ახლა პროდუქტსაც, მაგრამ რაოდენობა ბიზნეს მოდელების, რომლითაც ონლაინში დაიწყებ ფულის კეთებას, რასაც არ ჭირდება, არანაირი რეკლამა, კაპიკის ჩადება არ ჭირდება, ინვესტიცია არის ძალიან დიდი, გაზრდილი, ნუ აი არანორმალურად რა. და პრინციპში მე ვარ რა ზუსტად აი ეს ადამიანი, ვისაც სულ ეზიზღებოდა მთელი ცხოვრება, აი ამ რეკლამების შექმნა Google-ში ან Facebook-ზე და აი უბრალოდ მეზიზღება ეგ პროცესი. ვიცნობ, მყავს მეგობარი, შოთა თქვენც იცნობთ ალბათ, ვინც ამ არხზე ხართ, ვინც მაგისი ოსტატი არის, ხელოვანი არის. ვიცი როგორ აკეთებს, 1000 ჯერ მინახავს, ყოფილ ვარ მასთან სამსახურში, ოფისში მინახავს აი ეს რას როგორ ვიცი, მაგრამ აი ვერ ვიზამ რა მაგას. და ეს ნორმალური არის რა და ეგ უნდა მიიღოთ რა რომ რაღაცა არის რასაც ვერ იზამ. მერე კიდე აი ეს მთავარი მომენტი არის რა რომ როცა დამოუკიდებლად აკეთებ ფულს, გინდა ფრილანსით, გინდა ისე, გინდა ასე, რაც არ არის სამსახური, რაც 9-დან 5. მანდ მართლა ნუ აი არ არსებობს რა რაღაცა გაწერილი, რასაც ვიღაცა მოგცემს აი ესე გაწერილ ნაბიჯებს, როგორ უნდა იშოვო ფული, მიყვები და გააკეთებ. ნუ აი არ არსებობს რა ეგეთი რამე. იგივე მაგალითად თავიდან რაზეც ვისაუბრეთ, რომ ვიცი უამრავი რამიდან ფული როგორ კეთდება, მაგრამ ვერ ვაკეთებ. და ზუსტად მანდ მოდის აი ის მომენტი, რომ რაღაცაზე უნდა აინთო, რაღაცაზე უნდა დაქლიქო, რაღაცაზე უნდა იგრძნო ენთუზიაზმი. ხო ხდები? რასაც ვერ გაწერ რა ვერაფერში, ვერც ვერანაირ კურსში, ვერც ვერანაირ იმაში, ვერც ამაში და ასე შემდეგ. მაგისთვის ერთადერთი რაც საჭიროა ის არის, რომ მაქსიმალურად მეტი არაცხადი გზა აღმოაჩინო კონკრეტული რამით ფული როგორ იშოვო და ერთ-ერთზე ჰოპ და მიხვდები რომ ეგ შენი არის და გამოგივა ეგ და მერე უკვე მეტი მოტივაციით სხვა რამეშიც მოსინჯავ ბედს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ დახურულ არხზე იყო ადამიანი, ვინც კონკრეტულად ერთი ბიზნეს მოდელი ისწავლა, სხვა ვერაფერზე ვერ დაკლიკა. არა ეს არ მომწონს იქ საიტების კეთება, რამე ერთზე დაკლიკა, ორ კვირაშივე უკვე კარგი ფულის კეთება დაიწყო, და ეს დაპირება არ არის რა, რომ გაწევრიანდი და ეგრევე ფულს იშოვი, არა, შეიძლება კაპიკივე, შეიძლება 2 წუთიც ვერ გაიგო იქ გაკვეთილის, ანუ ეგ გარანტია არ არის, ხო? არანაირი. რა თქმა უნდა. ერთ რამეზე დაკლიკა, მაგით გააკეთა ფული, და შემდეგ უკვე აი ეს რაღაცა გაეხსნა და უკვე ჩვენს დახურულ არხზე სხვა კატეგორიას მიადგა იქ საიტების იმის, რომ აი ესეც უნდა მოусინჯო და უკვე გაუჩნდა ენთუზიაზმი. და ეგრე ფართოვდება და ასევე მთელი ხიბლი რაში არის, რომ ისეთი სკილების ისწავლება დახურულ არხზე, რაც არის უნივერსალური. ვინც არ უნდა იყო, რითიც არ უნდა იყო დაკავებული, რომ მაგაში დაგბუსტავს და რაში გადაიზრდება იმაში, რომ მეტ ფულს გამოიმუშავებ მაგით. ასევე თვითდასაქმების მთელი ხიბლი რაში არის, როცა შენ თვითონ ქმნის შენს რაღაცას, მაგით იწყებ ფულის კეთებას. მეგობრებო, აი ვინც ამ არხზე ხართ და ვინც იზიარებთ ფილოსოფიას და ასე შემდეგ. თქვენ ხვდებით, რომ მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, რომ არ ვიცი, თუნდაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული ცოლი, ვინც არის, რომ არ უწევდეს მუშაობა. იმიტომ რომ ეგეთი ოჯახი ვერ იქნება ეფექტური. იქ ბავშვისთვის, იმისთვის, ამისთვის და ნაკლებად იქნება ოჯახი. როცა თვითდასაქმებული ხარ, შენ შეგიძლია, რომ რაღაცა გამოუნახო იგივე შენს ცოლს, ან ქმარს, ან იმას, ან ამას, რასაც გააკეთებს და მეტი ფული შემოვა, დაასაქმო, ხო ხდები? და ეს რეალურია, ეგრე აკეთებენ. ამგვარად თქვენ განა, არ ვიცი, რამე კომპანიას ამდიდრებთ, რაღაცა minimum wage-ზე, 9-დან 5 სამსახურზე, არამედ საკუთარ თავს ამდიდრებთ. თქვენთან მოდის მთელი პროფიტი, არავისთან არაფრის გაყოფა არ გიწევთ და მეტი დრო გრჩებათ გინდა ოჯახისთვის, გინდა ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. და უფრო თავისუფლები ხართ, მეტად ირგებთ ერთმანეთს და ეს არის ხიბლი. შეგიძლია რომ დაასაქმო, გინდა მეგობარი, გინდა არ ვიცი, ცოლი, ქმარი. და ეს უკეთესი, როგორ თქვა, სამუშაო ეკოსისტემა არის, ვიდრე 9-დან 5. რატო უნდა გაამდიდრო ვიღაცა სხვა? თუ კი შეგიძლია, რომ დამოუკიდებლად გამოიმუშავო ფული და არ ვიცი, შენს ოჯახის წევრსაც
ისეთი გარემო შეუქმნა, სადაც არ უწევს რომ გაამდიდროს რამე კორპორაცია, ვინმე სხვაზე იმუშავს. ეს ახლა ყველაზე ვრცელდება არა, ყველას ვურჩევ არა, არამედ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ ერთი ეს სურს, ასე არის მოტივირებული, არ აშინებს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ უნდა იყოს ძალიან დიდწილად დამოუკიდებელი, რომ აი ამ პირველი თვის, პირველი ორი თვის წნეხს გაუძლო, არ გატყდე და საბოლოო ჯამში დაიწყო სტაბილურად და ესეთი ადეკვატური თანხის გამომუშავება დამოუკიდებლად. მაგას სჭირდება რომ გქონდეს რა რაღაცა ისეთი, რაც უკვე გამოგარჩევს სხვა ადამიანებისგან. უმეტესობა ადამიანების, ანუ ეს არ არის საიდუმლო, მოკვდებიან სამსახურში ვეიჯზე. 9-დან 5-ზე. უმეტესობა მოკვდება. უმეტესობა ისეთია, ვინც იწუწუნებს მთელი ცხოვრება დაიმოტივირებს თავს, რომ აი ხა შემდეგ თვეში დავკავდები, შემდეგ თვეში. აი ხა ცოტა ფულს მოვაკროვებ, ეგ ყველაფერი არის ზღაპრები. იმიტომ რომ დაკლიქვის მთელი ხიბლი იმაშია, რომ კლიქავ, არ შეგიძლია რომ ეგ გადადო. ნუ აი გამორიცხულია, ხო? პირადად მეც რამოდენიმე პროექტი მაქვს, ანუ ვინც არის ის მარტო YouTube-ზე არ ვარ, არც მარტო დახურული არხი მაქვს, ანუ ბევრი პატარ-პატარა პროექტები მაქვს. ნუ მე ჩემთვის ეგ არის იდეალური, რომ ერთი შემოსავლის წყარო არ მქონდეს, არამედ რამოდენიმე, იმიტომ რომ ერთი ჩავარ და ცუდი თვე არის, ანაზღაუროს მეორემ. და ეგრე. ჩემთვის ესეთი ცხოვრება არის რა იდეალური. ხო და აი რამდენიც რამე იდეა მომსვლია, არ მithქვამს რა, რომ აი ზეგ დავიწყებ ერთ კვირაში, შემდეგ თვეში, ამ თვეში ეს მაგარია. არა. ყველაფერი მივაგდე და ეგრევე დავკავდი მაგით. რა თქმა უნდა, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი, მთლად მიმიგდება არ იყო, მაგრამ ეგრევე. და აი ეგ არის ის, რაც ცოტა ისეთ ენაზე რო ვისაუბრო, მისტიკურ ენაზე, რაც უშვებს შენგან ენერგიას, რაღაცეებს აკეთებ და ფული მოდის. ხვდებით? და ახლა მეგობრებო, ჩემი მაყურებლები ვინც ხართ და ვისთანაც ვიზიარებ ბევრ შეხედულებას და ასე შემდეგ. მინდა რომ მოგცეთ мотиваცია, რომ ეს ყველაფერი რეალურია, მინდა რომ დაკავდეთ, უკვე ბევრი დაკავდით, ვიცი, ვამაყობ თქვენით, მიხარიათ ძალიან მაბედნიერებს, რომ რამე საკუთარ წარმატებაზე მეტად, საკუთარ W-ებზე მეტად ყოველთვის მიხარია, როცა ვინმე ვინც ჩემს სივრცეში არიან ჩემი მაყურებელი რაღაცას მიაღწევს. ყოჩა გააგრძელეთ თქვენ ეგრე და ვინც ჯერ ვერ შეყავით მან ცხვირი, მეგობრებო, არის ფულიც, არის საშუალებაც, არის თქვენი ნაჭერიც, რომ ნორმალურად დამოუკიდებლად იცხოვროთ. მართლა არის. ამიტომ აიღეთ ეგ. კარგი ცხოვრება რეალური არის რა. თუ აქამდე უყურე ამ ვიდეოს, შენ დიდი ალბათობით უკვე გაიაზრე ბევრი რამე, რაც უკვე ვთქვი, ბევრი რამე ისედაც გესმის, განსაკუთრებით დიდი ხნის გამომწერი თუ ხარ და როგორ თქვა რა, მართლა მინდა რომ გქონდეს ის ცხოვრება, რომელიც მართლა რეალური არის. მე თუ შევძელი ეგეთმა ფიქი ადამიანმა რამე ოდნავ თუ არ მოწონს რომ მორჩა კატასტროფაა და უარს ამბობ, შენ მით უმეტეს შეძლებ. ვიმეორებ, აქ მთავარი არის მიდგომა. არ მინდა ისე გამომივიდეს რომ დახურული არხის რეკლამა იყოს, მაგრამ და გაწევრიანდი დახურულ არხზე, იქ დაგხვდება ეს ყველაფერი. დაზოგავ თვეებს, წლებს, ისწავლი სხვადასხვა უნარს გამოიმუშავებ, სკილებს, რამე რომ და თან ისეთი ხალხის წრეში იქნები, ვინც იგივენაირად მოტივირებულია რომ ფული იშოვოს. მაგრამ გაწევრიანდები თუ არა ჩემ არხზე, ისეთ შეგიძლია გაწევრიანებითაც და გაწევრიანების გარეშეც რომ დაიწყო რაღაცის კეთება. აქ არ ვამბობ იმას, რომ მიატოვე ყველაფერი, გამოდი უნივერსიტეტიდან, მიატოვე სამსახური. არა, მაგრამ დრო გამოუყავი, დაკავდი რაღაცით. მიდექი, მოდექი. უბრალოდ, ნუ ხო დახურულ არხზე ეგ ყველაფერი კომპილირებულია, ნაგავი გაფილტრულია მთლიანად და ინსპირაციისთვის არის გადასარევი. და ასევე რომ ისწავლო, მაგრამ აი ეს ინსპირაციაც რომ აი შეუდგე, პირველი ნაბიჯი გადადგა. და მომავალი რო იცოდეთ, კარგად არ გამოიყურება ისეთი ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს 9-დან 5-მდე. ჯერ ერთი მაგით წინ ვერ წახვალ ცხოვრებაში. აი ვერ განვითარდები. მერე კიდე, ამდენი ნაგავი ადამიანია, ხო, ამდენი მდაბიო, ამდენი ხიხო, ვინც შენზე მეც გამოიმუშავებს, ვინც ცხოვრებით ტკბება. შენ რატომ არ უნდა დატკბე?
შენ რატო არ უნდა შეგერგოს? შენი ოჯახი რატო არ უნდა იყოს უფრო კარგად, ხო? შენ რატო არ უნდა აინჯოიერებ და იმის გამო რომ ვერ დაკლიქე ჯერ? დაკლიქავ. ამიტომ მეგობრებო, შეუდექით მაგ საქმეს, აქამდე ვინც უყურეთ, ტყუილად იმედია რომ არ უყურეთ და უბრალო мотиваცია ეს არ იქნება, რომელთაც დაიტენე ახლა და დავიწყოთ. დაგაკვალიანი, აგიხსენით ძირითადი რამეები, ახლა დეტალურად და მთელი გაკვეთილები და კონკრეტული მოდელები და ისინი და ესენი, ყველაფერი ცხადია რომ დახურულ არხზე რა. მაგრამ დახურულ არხზე შემოხვალ თუ არა, მაინც შეგიძლია რომ რამე დაიწყო და ასევე შენ შეგიძლია რომ ის რაც გიყვარს და უკვე იცი, მაგით დაიწყო, ხო ხდები? ფულის გამომუშავება, თითქმის ყველაფრით უკვე შეიძლება. მაგაც დახურული არხი. თუ არ იცი რითი დაიწყო, თუ არ იცი, არ ვიცი, არც პროგრამირება მომწონს, არც ის, არც ეს რა ვქნა, რა გზას მივყვე, ან რა ვისწავლო ისეთი რაც მე გამიხსნის რაღაცა იმას. როგორ თქვა, მუზას და ასე შემდეგ, მაგაზეც არის მთელი გაკვეთილები დახურულ არხზე, თუ არ იცი საიდან დაიწყო, რა დაიწყო, რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა განვითარდე. მოხდებით და უკვე ძალიან მიხარია ბევრის წარმატება. ამიტომ თქვენიცით მეგობრებო, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებდა ონლაინ ფულის გამომუშავებაზე, აზრი მარტივი არის, შესაძლებელია, რეალურია, ყველა გააკეთებს მაგას არა. უმეტესობა დანებდება, მონად აღმოჩნდება და მომავალი კარგად არ გამოიყურება რა. იქ გინდა AI-ის გამო, გინდა იმის გამო, გინდა ამის გამო. ნუ მოკლედ რა. ძალიან ტრაქში აღმოჩნდება ბევრი ადამიანი მომავალში და თქვენ არ მინდა რომ მანდიყოთ. ეს არის და ეს თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ რომ ალგორითმს შეუწყოთ ხელი და შევხვდებით დახურულ არხზე. ოპ